მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. მდგომარეობა ორმუზის სრუტეში კატასტროფულ ზღვარს მიუახლოვდა, დაძაბულობა უპრეცედენტოა, მასშტაბი ასევე. ჩინეთმა და რუსეთმა ასევე დაადასტურეს, რომ იქ გაიმართება ორმუზის სრუტეში, რომელიც აკავშირებს არაბულ ზღვას, რომელიც ინდური ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულთან, აკავშირებს პირდაპირ სპარსეთის ყურესთან, სადაც მსოფლიო ნავთობის გადაზიდვების უმნიშვნელოვანესი წილი მოდის ამ რეგიონზე სწორედ და რეალურად უახლოესი დღეების განმავლობაში აქ გაიმართება შესაბამისი წვრთნები ირანის, ჩინეთის და რუსეთის. ამავე ლოგიკის ფარგლებში უნდა პირდაპირ თქვათ, რომ საფრთხე ასევე იზრდება იმ კუთხით, რომ შეერთებულ შტატებს აქვთ წარმოუდგენელი მასშტაბი ახლა აქ თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში მოიმართება ახალი კიდევ ერთი ავიამზიდი ჯერალდ ფორდი, რომელიც არის უზარმაზარი მასშტაბის ყველაზე დიდი მსოფლიოში და რომელსაც გააჩნია ასევე ძალიან სერიოზული დარტყმითი ჯგუფი. უკვე შეგატყობინებთ, რომ გასცნენ ჰიბრალტარის სრუტეს და მიემართება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით. დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება, რომ დაუახლოვდეს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას, ხოლო თუ წავა და შეუერთდება აბრაჰამ ლინკოლნს, მაშინ ორი კვირა შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით. ირანის განცხადებით მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია ჭკვიანი კონტროლი ორმუზის სრუტეზე, ასე ქვია, რომელსაც უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან სახეს მისცემენ. მიზანი არის საკუთარი ფლოტის და ასევე შესაძლებლობების იქ ორმუზის სრუტესთან კონკრეტულად შესწავლა და მზადყოფნაში მოყვანა. ბოლო მონაცემებიდან გამომდინარე და ამ მომენტში მე გეუბნებით დაახლოებით 40 წუთის წინანდელ ინფორმაციას, ირანის განცხადებით ორმუზის სრუტე რამდენიმე საათით ჩაიკეტება, რადგანაც იქ აპირებს ირანი, ესე იგი, წვრთნების ჩატარებას, ოღონდ რეალური საბრძოლო მასალის გამოყენებით. მათ შორის არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის წინ პირველი ასეთი საბრძოლო მასალა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს ორმუზის სრუტეში. შესაბამისად, მდგომარეობა ორმუზის სრუტეში უკიდურეს მწვერვალზე არის ახლა და სულ რამდენიმე ასობით კილომეტრში მდებარეობს იქედან განლაგებული არის შეერთებული შტატების ავიამზიდი დარტყმითი ჯგუფი აბრაჰამ ლინკოლნი, რომელიც ომანის ნაპირთან მდებარეობს. ამავდროულად მიმდინარეობს მეორე რაუნდი მოლაპარაკებების, უпростоრად ახლა უკვე უნდა დაიწყოს იმ მომენტში, როდესაც მე წერ ამ ვიდეოს, ეს არის თბილისის დროით დაახლოებით 4 საათი, 17 თებერვალი და საუბარია იმაზე, რომ უკვე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არაქჩი შეხვდა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ასევე შვეიცარიაში ახლა არის და შვეიცარიაში აპირებს რეალურად შუამავლობას ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის აი მოლაპარაკებებში. რამდენიმე დღის წინ იყო ინფორმაცია, რომ მხარეები ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობასაც განიხილავენ, თუ შეთანხმებას მიაღწევენ ბირთვული პროგრამის და ბალისტიკური პროგრამის მიმართულებით, რაც ასეთი განცხადება იყო ოდნავ, ასე ვთქვათ, პოზიტიური იმ გაგებით, რომ ესკალაციის ალბათობას ქვემოთ წევდა. თუმცა დღეს გავრცელდა უკვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ შეერთებული შტატები წამოაყენებენ პრინციპს ან პირობას, რომ ბალისტიკური პროგრამას უნდა შეწყვიტოს ირანმა, მაშინ ირანი დაუყოვნებლივ დატოვებს მოლაპარაკებებს. რატომ არის ეს ზოგადად პრობლემური საკითხი? რადგანაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვაშინგტონში იმყოფებოდა ბენიამინ ნეტანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც პირდაპირ განიხილა ბალისტიკური რაკეტების პროგრამის საფრთხეც და შესაბამისად შეერთებული შტატებისთვის ბალისტიკური რაკეტის პროგრამის დღის წესრიგიდან მოხსნა შესაძლოა ითვლებოდეს ასევე ძალიან პრობლემურ საკითხად. ამიტომ სავარაუდოდ შეერთებული შტატები დააყენებენ ამ საკითხს სწორედ შვეიცარიაში მოლაპარაკებების დროს.
და შესაძლოა ეს მოლაპარაკებები იყოს ბოლო, რადგანაც გახსოვთ, რომ ჩვენ ასევე ვისაუბრეთ თქვენთან ერთად პირველ რაუნდზე მოლაპარაკებების, სადაც არანაირ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი არ იყო. მოდით ასე ვთქვათ, ირანმა უარყო ყველა შეერთებული შტატების პირობა იქ რაც იყო წაყენებული და აქედან გამომდინარე პრაქტიკულად უნდა ვთქვათ, რომ მეორე რაუნდი სავარაუდოდ იქნება ბოლო, თუ ეს ვერ შედგება. პარალელურად უპრეცედენტო წარმოუდგენელი მასშტაბის, აი ისტორიაში რომ არ ყოფილა ისეთი მასშტაბის, ესე იგი ძალების კონცენტრაცია არის ამ რეგიონში. თუმცა მანამ სანამ გადავალ ამაზე შეერთებული შტატების კონცენტრაციაზე, გეტყვით პირველ რიგში ჩინეთის და რუსეთის აქ გემებს, რომელიც გაგზავნილია ირანისკენ ორმუზის სრუტეში ერთობლივი წვრთნების თვის. და რეალურად ეს არის ჩინეთიდან ჯიბუტიში, იქვე ბაბელ-მანდების სრუტესთან, ჩვენ ხშირად გვისაუბრია თქვენთან ერთად იემენზე, ხშირად გვისაუბრია სომალილენდზე, სომალილენდის მეზობელი არის ჯიბუტი. ჯიბუტიში განთავსებულია ჩინური სამხედრო ბაზა, სადაც რეალურად ჩინეთის ერთ-ერთი ესე იგი გემი მათ შორის ტანგშან ქვია ამ გემს რეალურად და კიდევ არის რამდენიმე გემი ეს გამანადგურებლის სტატუსი გააჩნიათ მას ასევე ფრეგატი დაკინგ და კიდევ დამხმარე ტაიჰუ გემი მიემგზავრება ახლა სწორედ ორმუზის სრუტისკენ. რუსეთიც ასევე აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ წვრთნებში. თუმცა ეს წვრთნები არის ბჭყალებში წვრთნები, იმიტომ რომ მოდით რეალურად და პირდაპირ თქვათ, ეს არის ირანისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა და შესაძლოა გარკვეული სამხედრო მხარდაჭერაც. რუსეთის მხრიდან მარშალ შაპოშნიკოვი მიიღებს მონაწილეობას ფრეგატი და ასევე დამხმარე გემები, როგორიც არის ბორის ბუტომა და სტოიკი კორვეტი. ირანის მხრიდან კი მათი ფლოტილია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის კორვეტი ნაგდი და მათი, ესე იგი, კიდევ რამდენიმე გემი. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ საინტერესოა ირანს აქტივიზირებული აქვს, ასე ვთქვათ, გააქტიურებული მათი ასე ავიამზიდი რეალურად უპილოტო საფრენი აპარატების, რომელსაც ქვია შაჰიდ ბაგერი, რომელიც სინამდვილეში არის კონტეინერების გადაზიდვის გემის შეცვლილი და ადაპტირებული ვარიანტი და თვლად აშენებული არ არის ეს ავიამზიდი, თუმცა მას გააჩნია დაახლოებით 60 უპილოტო საფრენი აპარატი, დრონი, რომლითაც შეუძლია ასევე დარტყმების მიყენება შეერთებული შტატების გემების მიმართულებით. შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო მობილიზება აქვს რეგიონში, მეორე ავიამზიდი გითხარით, მაგრამ ამას ემატება ახალი F-35C ესე იგი კომპონენტი, რომელიც არის გაგზავნილი პრინციპში რეგიონში, ასევე ჰორნეტები F-18, ამავდროულად USS Peterson-ი, USS Michael McFury, ეს არის მათი დარტყმითი ფრეგატები, რომელსაც გააჩნიათ ყველაზე წარმატებული და დიდი გამოცდილების მქონე, მოდით ასე ვთქვათ, ტომოჰავკები, ეს არის ფრთოვანი სპეციალური რაკეტები და მიმდინარეობს მათი ასევე გაგზავნა ამ რეგიონში ძალიან აქტიური. ამავდროულად პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კიდევ დამატებითი ჯერალდ ფორდთან ერთად მოდის გემების დიდი მდგენელი, მათ შორის კრეისერი ნორმანდი, მათ შორის ტომას ჰუნდერი, რამაჟ, რუზველტი, ეს არის გემები, კარნი, რომლებიც ჯამში 75 თვითმფრინავი არის მხოლოდ ფორდზე მობილიზირებული და 4500 ადამიანი. ამავდროულად რამდენიმე დღის განმავლობაში ბოლო 30 F-35A ნაირსახეობის არის გამოგზავნილი შეერთებული შტატების, ესე იგი, მიერ ბრიტანეთიდან, სადაც დროებით იყვნენ განთავსებული ახლო აღმოსავლეთზე, მათ შორის იორდანიის ბაზაზე მუფაკ სალტი. ამავდროულად ტანკერებიც არის KS-135 და KS-46 აქტიურად გადმოგზავნილი აქეთ, მათ შორის კატარში და ალ-უდეიდ
მათ ესე იგი კონკრეტულ სამხედრო ბაზაზე კატარში და ამავდროულად ალ-დაფრა ავიაბაზაზე, რომელიც მდებარეობს გაერთიანებულ არაბულ საამიროებში. ამავდროულად კიდევ 24 F-15I ნაირსახეობის Strike Eagle გამოგზავნილია იორდანიაში, 12 A-10 ნაირსახეობის კიდევ იორდანიაში, ხოლო F-22-ები, რომლებიც რაპტორები გამოგზავნილია საამიროებში ალ-დაფრა სამხედრო ბაზაზე, F-16-ები კი საუდის არაბეთში პრინც სულტანის ავიაბაზაზე. ამავდროულად უპრეცედენტო გაშლა მიმდინარეობს საერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის კონკრეტულად საუბარია ესე იგი ტჰადის შორეული ბალისტიკური რაკეტების და პეტრიოტის, რომელსაც შეუძლია საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების ესე იგი ჩამოგდება და მათი განლაგება ასევე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა ეს საკმარისი არ არის და ამას ემატება დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ აქ ასევე ძალების და გემების განთავსება. ბრიტანეთის რამდენიმე გამანადგურებელი Type 45, მათ შორის Defender-ი გამოგზავნილია ორმუზის სრუტესთან 10 თუ ისე შორს. საფრანგეთის მიერ კი ფრეგატი Lafayette არის გამოგზავნილი იქ და გაძლიერებულია შესაძლებლობები საფრანგეთის რეგიონში. საუდის არაბეთი, ქუვეიტი, ბაჰრეინი, კატარი ასევე აქტიურად თხოვენ შეერთებულ შტატებს დამატებითი საერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას და ეს პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. მდგომარეობა დაძაბულია ასევე იმის შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა ჩამოაგდეს ირანული დრონი Shahed 129, რომელიც უახლოვდებოდა აბრაჰამ ლინკოლნს და ესეც უკვე პირველი პრაქტიკულად ასეთი კონტაქტი დაფიქსირდა. და შესაბამისად ამ ყველაფრიდან გამომდინარე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ თუ მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება, რისი ალბათობა არის ძალიან მაღალი, ამავდროულად უახლოესი დღეების განმავლობაში, როდესაც იქ დაიწყება წვრთნები, ესე იგი კონკრეტულად წვრთნები რუსეთის, ირანის და ჩინეთის, იმის ფონზე, რომ ჩინეთი აგზავნის ირანში საერო თავდაცვის სისტემებს და ასევე კიდევ ბალისტიკურ რაკეტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებსაც გააჩნია დაახლოებით 2000-2500-იანი კილომეტრის ეს შესაძლებლობები, რადიუსი, პრაქტიკულად საუბრობთ იმაზე, რომ საომარი მდგომარეობა და კონფლიქტი უკვე არ არის შეზღუდული შეერთებული შტატებით და ირანით. პრაქტიკულად საუბრობთ მასშტაბურ, ასე ვთქვათ, საომარი მდგომარეობაზე, მასშტაბურ ასეთ ბრძოლის დიდ პლაცდარმზე, რეალურად, სადაც შეიძლება საომარი მოქმედებები დაიწყოს ნებისმიერ წუთს. რატო? პირველი იმიტომ, რომ ორმუზის სრუტის გადაკეტვა, რომელზეც უკვე საუბარი არის, თუნდაც რამდენიმე საათით, ეს უკვე პრობლემური არის და არ არის გამორიცხული შეერთებული შტატების მიერ ქმედებები ამ მიმართულებით. პარალელურად ამისა, თავად ორმუზის სრუტის გადაკეტვასაც და იქ წვრთნების ჩატარებას აქვს დამატებითი რისკები უსაფრთხოების. ამავდროულად მოლაპარაკებების დაწყებას და დასრულებას ველოდებით დღეს. თუ მოლაპარაკებები შვეიცარიაში წარუმატებელი იქნება, საომარი მოქმედებები იქნება დღის წესრიგში. როდის შეიძლება დაიწყოს? როგორ შეიძლება დაიწყოს დღესაც, ხვალაც, რეალურად, ამავდროულად უფრო მეტი ალბათობა იქნება ერთ კვირაში, როდესაც ჯერალდ ფორდი უკვე გიბრალტარის სრუტეს რომ გასცდა, იქნება რეალურად სადღაც კვიპროსთან ახლოს და შეძლებს ასევე მონაწილეობის მიღებას ისრაელის თავდაცმაში საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, უახლოესი დღეები, ისევე როგორც უახლოესი ერთი კვირა, არის საკმაოდ დაძაბული და ნებისმიერ წუთს შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებები. ირანის გზავნილები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ადასტურებს რისკებს. რუსეთს და ჩინეთს რაც შეეხება, მათი მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი სამხედრო, ესე იგი და კონკრეტული მხარდაჭერა, მაგრამ რამდენად გასცდება ეს მხარდაჭერა ერთობლივი წვრთნების კონცეფტს, ანუ პოლიტიკური მხარდაჭერა მიმდინარეობს, მაგრამ რამდენად გასცდება ეს კონკრეტულად პოლიტიკურ მხარდაჭერას და გადაიზარდება სამხედრო მხარდაჭერაში. ჩინეთი იარაღს აწვდის
ირანს. რუსეთი იარაღს ვერ აწვდის მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად სჭირდება იარაღი უკრაინაში ომის და საკმაოდ რთული ვითარების გამო, ისიც უნდა ვთქვათ, ცალკე თემა არის. სტარლინკების გათიშვის შემდეგ ვითარება რუსეთისთვის შეიცვალა უკრაინაში, მაგრამ რეალურად ირანისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია ჩემი აზრით ჩინეთის და რუსეთის მიერ. გულისხმობ მონაწილეობას ომში. რეალურად კი ირანი უნდა იქცეს ახალ პლაცდარმად, სადაც ჩინეთის სამხედრო ტექნოლოგიების გამოცდა იქნება. დიახ, სააერო თავდაცვის სისტემების და მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ეს გამოცდა შეერთებულ შტატებს აშკარად უნდათ კარგად რომ ჩააბარონ და მათ ტექნოლოგიებს და ამავდროულად თავი დაიზღვიონ. სწორედ ამიტომ მობილიზება რეგიონში არის წარმოუდგენელი მასშტაბის. ასეთი არ იყო ნამდვილად 2025 წლის ივნისში, როდესაც 12 დღიანი ომი მიმდინარეობდა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვაჯამებთ აი ამ სიტუაციას, გვესმის თქვენთან ერთად, რომ პრაქტიკულად ახლო აღმოსავლეთში ასეთი ტიპის დაძაბულობა ჩვენ მინიმუმ არ გვახსენდება, ასეთი მობილიზებაც მათ შორის. თუ დაიწყება საბრძოლო მოქმედებები, ღია წყაროების მეშვეობით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე კვირას გასტანს დაახლოებით. დიახ, რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს ეს კონკრეტული ბრძოლა, დარტყმები და რა თქმა უნდა ძალიან ფართო მასშტაბს მიიღებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ საქართველოს გასაკეთებელი მარტივია, ეს არის კონტროლი მიგრაციის და საზღვრის ამ მიმართულებით, რადგანაც ნებისმიერი საბრძოლო მიმართულებით ესე იგი პრობლემური სიტუაცია შეიქმნება, ის რომ მიგრაციის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები კეთდება, ჩემი აზრით პოზიტიურია ამ მიმართულებით განსაკუთრებით, თუმცა ეს თემა რომ ძალიან რთული გახდა და ამის შემდეგ დაიწყო ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიგრანტების საკითხზე მუშაობა, საჯაროდ მაინც, არ ვიცი როგორ მუშაობენ, მაგრამ საჯაროდ მაინც ეს პრობლემურად მიმაჩნია და ამავდროულად აღსანიშნავი არის ის ფაქტიც, რომ პრინციპში უსაფრთხოების მიმართულებით დასავლეთთან კავშირების შემცირება, პრობლემური მდგომარეობის ჩამოყალიბება და გარღვეული თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ რისკებს ბადებს. თუმცა რა თანამშრომლობაც არის ამ მომენტისთვის, ისიც ჩემი აზრით სასარგებლოა, თუნდაც ბოლო შეხვედრები ან ვიზიტები, რადგანაც საუბარი გვაქვს სრულიად სხვა მასშტაბზე, ეს არ არის შიდა პოლიტიკური საკითხი, აქ შეიძლება აღმოჩნდეს დევნილების საკითხი, აქ შეიძლება აღმოჩნდეს მათ შორის ირანიდან ტერორისტული ჯგუფების შეღწევის მცდელობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრ მეზობელთ ქვეყანაში, მოკლედ რთული კომპლექსური საკითხია ნამდვილად და შესაბამისად ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აუცილებლად დაალაიქეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, ისევე როგორ დაწერეთ თქვენი კომენტარები, ესე იგი, საინტერესო არის, ვკითხულობ ყოველთვის. ახლა კი გთავაზობთ, რომ ირანულ თემაზე ვიხილოთ ისრაელის შეშფოთება, რომელზეც ასევე ანალიზი მოვამზადე და ახლა აქ იქნება ეგ ვიდეო.